ისე მოხდა მიზესთა გამო, რომ მე ვერ განვიხილე, ვერ მიმოვიხილე ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელის მიერ განხორციელებული არა ერთი, არამედ რამდენიმე სპეცოპერაციაც არა, სამხედრო სპეცოპერაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა და დააზიანა ირანის სამხედრო და ბირთვული პროგრამების ინფრასტრუქტურა. პრინციპში უნდა ვთქვათ, პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ისრაელმა ეს ოპერაციები დაიწყო შეერთებული შტატებიდან ნებართვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები თავის მხრივ, მისი პრეზიდენტი, მისი საგარეო უწყება ძალიან დიდი ხანია უკვე, ჯერ კიდევ ბაიდენის პერიოდიდან და ახლაც ცდილობს, რომ შეაჩეროს დიპლომატიური გზებით, შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამა და ამის გამო აჩერებს, ან აჩერებდა ისრაელს და ეუბნებოდა, რომ ახლა დიპლომატიის დროა და ჩვენ მივათრევთ ტეირანს, იქამდე რომ მან შეაჩეროს ეს ბირთვული პროგრამა, ანუ არ შექმნას ბინძური ბომბი, ბირთვული ბომბი, ისრაელმა მაინც უამრავი კრიტიკის მიუხედავად გადაწყვეტილება მიიღო თავად, ყოველ შემთხვევაში ასეა ოფიციალურად ცნობილი და ყოველ შემთხვევაში ვაშინგტონი ამბობს და ისრაელშიც ამბობენ, რომ ეს ერთმანეთთან გადათანხმებული, უბრალოდ ვაშინგტონთან შეთანხმებული სულაც არ იყო. ამ ახალმა ძველმა კონფლიქტმა ერთგვარად უკანა პლანზე გადასცია პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინაში და უკრაინის გარშემო. დიახ, როდესაც ორი ცხელი წერტილი ჩნდება, უფრო ახალი ცხელი წერტილი, რომელიც არის მსოფლიო ყურადღება, სწორედ ამ უფრო ახალი ცხელი წერტილისაკენ არის მიპყრობილი და ჩვენ რა საკვირველია სულ მუდამ საუბრობთ თემაზე უკრაინას რა ბედიელის, უკრაინაში რა ხდება იმ არ შემდგარ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომლისკენაც მიილტვის შეერთებული შტატები და შესაძლოა მიილტვის უკრაინა და არ მიილტვის რუსეთი, მაგრამ აკი გითხარით, რომ უკრაინის თემა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია. რა გააკეთა ისრაელმა, ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე კი ოდნავ სხვა რაკურსით შეგახედებთ ამ საკითხს. ირანი იყო და არის მეთქი შეგნებულად ვერ წარმოვთქვამ, იყო და არის და იქნება მეთქი შეგნებულად ვერ ვიტყვი ამას, თუ წამსდება მომიტევეთ ცხადია, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სწორედ უკრაინასთან კონფლიქტში ირანი ამარაგებდა მათ შორის შაჰიდი დრონებით პირველ ყოვლისა და გარკვეული ტექნოლოგიებითაც ამ ჩაკეტილ და დამპალ სახელმწიფო რუსეთს. რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ ეჰროდის 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნათქვამი აქვს დოქტრინალური ან კონცეპტუალური ფრაზა. ამგვარი სიტყვები აქვს წარმოთქმული, მის წინ დარბაზში ისხდნენ მერკელი, მაკეინი და ვინ არა. პრეზიდენტი იუშენკოს უკრაინიდან, თუ მაინც უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო რუსეთის კი არა საბჭოთა კავშირის დანგრევა. ამის შემდგომ პუტინმა არაერთხელ გაიმეორა ეს, მაგრამ ჩვენ როდესაც ამ ფრაზას ვკითხულობთ, რა საკვირველია ჩვენ ვრჩებით, ან ჩვენ ვგონია და სამართლიანადაც გონია, რომ საუბრობდა პუტინი და საუბრობს პუტინი მხოლოდ ოდენ საბჭოთა კავშირის ერთგვარი ფორმით აღდგენაზე, გავლენის სფეროების გაფართოებაზე და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების საკუთარი იღლიის ქვეშ მოქცევაზე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მარტო ამაზე არ იყო ორიენტირებული და არ არის ორიენტირებული რუსეთის ფედერაცია, მას მეტი და მეტი Россия не заканчивается нигде, მას მეტი და მეტი ფართოდ გავლენის სფეროების სურდა და სურს და ირანი იყო, აკი გითხარით, სამხრეთში ყოველ შემთხვევაში სირიის არ იყოს, ასადის სირიის არ იყოს, მისი უმთავრესი გეოსტრატეგიული პარტნიორი. აი ბევრი ფიქრობს, რომ თურქეთიაო მისი პარტნიორიო, თურქეთი თუ იყო ოდესმე მისი პარტნიორი, მხოლოდ სიტუაციური პარტნიორი იყო, ხოლო ირანს და ასადის სირიას იცით თქვენ რომ ეყრდნობოდა. ხო და რა მოხდა? ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება, პრაქტიკულად განადგურება ნიშნავს იმასაც, რომ რეგიონში, ანუ სამხრეთით, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციები გვარიანად შესუსტდა. ამიტომაც ღელავენ და ამიტომაც ნერვიულობენ მოსკოვში და ამიტომაც დღე არ გავა ისრაელის სპეცოპერაციის
სამხედრო ოპერაციის შემდეგ მოსკოვმა, საგარეო უწყებამ, კრემლმა და კიდე 1000-მა ჯანდაბამ და ოხრობამ განცხადება, რომ არ დაგვახვედროს, არ გაგვაცნოს, რომ იცით რა ისინი იყვნენ ირანი არიან დღესაც და იყვნენ მით უფრო ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების, მშვიდობიანად შეჩერების ინიციატორები თუ მომხრეები და მოსკოვს გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა ტრამპმაც თუ გულახდილები ვიქნებით ერთგვარად შეუწყო მოსკოვის ერთგვარ ან ამგვარ გაამბიციურებას ხელი შეუწყო როდესაც ესაუბრა რა პუტინს იმ საათი და 15 წუთის განმავლობაში უხეშად 17 წუთი ესაუბრებოდა 40 წუთი ესაუბრებოდა სწორედაც რომ რუსეთის მომავალ როლზე ირანთან მიმართებაში ოღონდ ეს ხდებოდა აკი გითხარით მანამდე. ახლა კი მას შემდეგ რაც ისრაელმა პრაქტიკულად გაანადგურა მათ შორის მოსპოლ ლიდერები, სხვათა შორის რომელი ლიდერები იცით, ირანის პრეზიდენტის გასვენებაში ჩასული კობახიძის ფოტო ყველას გახსოვთ. იმ ფოტოზე სხვათა შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც არის, მაგრამ მასზე არ ვილაპარაკოთ. ახლა გარშემო ვინც არიან ჰამასის ლიდერები, არიან ირანის ლიდერები, არიან ჰეზბოლას ლიდერები და უკლებლივ ყველა ასევე მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ბირთვულ პროგრამაზე, ისინი განადგურებულნი, მოკლულნი არიან და რაც თავარია, ისრაელი არ ჩერდება და სხვათა შორის ნაკლები კრიტიკა ისმის, ან აღარ ისმის კრიტიკა ამასობაში, უნდა ვთქვათ, შეერთებული შტატებიდანაც და მეტსაც გეტყვით, არა თუ არ ისმის, არამედ შეერთებული შტატების საზღვაო და საჰაერო ძალები მაღალი ალბათობით მომავალში დაიწყებენ კი არა, ასე ვიტყვი, შეუერთდებიან ისრაელს ამ სამხედრო სპეცოპერაციაში და სამხედრო ობიექტების ტოტალურ დაუთოებას ან გასუფთავებას დაიწყებენ, იმიტომ რომ ირანის არსებული მთავარი პრობლემა ალბათ მაინც რაც არის, რომ ირანს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს და ისი ხელისუფლება უნდა განადგურდეს. აკი ამიტომაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა კიდეც ირანელ ხალხს აჯარყდით და თქვენ თავადვე დაამხეთ ხელისუფლება, რომელიც ეს არადემოკრატიული ანტიდემოკრატიული დიქტატორული ხელისუფლება, რომელიც გმართავთ ირანში უკვე რახანიაო და შეგვიძლია ვისაუბროთ ირანის ბოლო 50 წლის დაახლოებით ხო ისტორიაზე. დაუთოებას დაიწყებენო ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ისრაელში მაიკ ჰაკაბი და ამატებს თუ გაიგებთ ფრაზას რომ ისრაელი არ წარმოადგენს შეერთებული შტატების საზრუნავს, გაიხსენეთ რომ ისრაელში 700,000 ამერიკელი ცხოვრობს. დიახ, ამერიკელი ცხოვრობს, ბევრი ამერიკელი ცხოვრობს მართლაც ისრაელში და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, სხვათა შორის ამერიკელთა რაოდენობა ისრაელში იმდენად ბევრია, ამაზე მეტი ამერიკელი არ ცხოვრობს არსად გარდა მექსიკისა. აქვე ვიტყვი. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ვაშინგტონი აჩერებდა ისრაელის ხელისუფლებას ერთგვარად და მე მოვაგვარებ მშვიდობიანად ამ საკითხს და გავაჩერებ ბირთვულ პროგრამასო, ამას ამბობდა ნამდვილად. ახლა როდესაც ირანის საპასუხოს შესუსტებული ირანი, დასუსტებული ირანი საპასუხო იერიშებს არ ხორციელებს ისრაელზე და აგეკვირდებიან რომ 2000 თუ არ ვწდები 2000 რაკეტასაც მაინც და მაინც ბალისტიკური რაკეტა არ იგულისხმება, უკლები ყველაფერი იგულისხმება, რაც შეიარაღებაში შერჩა ირანს, იმას გაუშვებენ თელ-ავივის მიმართულებით, ეს კი ვაშინგტონისთვის უკვე წითელი ხაზია, სწორედ იმიტომ, რომ 700,000 მოქალაქე, 700,000 ამერიკელი ცხოვრობს ისრაელში, ესეც ბარემ ვიცოდეთ. ამ ასობაში კიდევ უფრო საინტერესო ამბავია ტრამპის ერთი ფრიად საინტერესო პასუხი. CNN-ი ეკითხება, თქვენ ამბობთ, რომ ისრაელმა მოკლა ადამიანები, რომელთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდით? ტრამპი ძალიან ხშირად ცვლის პოზიციას და მიდგომებს. ზელენსკი დიქტატორი რო იყო, იმაზე თქვა, მე ვთქვი ესო, რას მელაპარაკებით? მე სულაც არ მithქვამსო, ცოტა დაჰკრავს ხოლმე ღიმილი პრეზიდენტ ტრამპს 47-მდე პრეზიდენტ შეერთებული შტატებისა, მიგვანიშნებს რომ კი ჩემი ნათქვამია, მაგრამ ერთგვარი ირონია იყო და აქაც ტრამპმა ცოტა მისეული მაინც ასე ვთქვათ პასუხი გასცა, ისინი გრიპით ან კორონავირუსით ნამდვილად არ დაღუპულან ადამიანები, რომლებთანაც მე მქონდა საქმე და კოლბახიძეს მქონდა საქმე სხვათა შორის, ხო ეს ისე პანაშვიდის კონტექსტში კვლავ თუ გასვენების, ახლა მკვდრები არიან, ოღონდ კორონავირუსს არ მოუკლავსო, აქაც როცა პასუხობდა ღიმილი დასთამაშებდა. ამაცობაში
ამასობაში და მე მინდა მოვძებნო ინფორმაცია კონკრეტულად ვინ ამბობს ამას. ხო, ირანი ურტყავს ბალისტიკური რაკეტებით, გამოწვეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეა. ირანი არადემოკრატიული სახელმწიფოა რუსეთის მსგავსად და თუ ისრაელი ან უკრაინა ასე მაგალითად ანხორციელებენ მიზანმიმართულ წერტილოვან დარტყმებს შესაბამისად უკრაინა რუსეთში და რუსეთზე და შესაბამისად ირანზე ისრაელი ირანი ესე უცნაურესად ან არაწერტილოვნად ურტყავს მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რაც კიდევ ერთიორად ავეშებს და აბრაზებს ძლავრ და ამ რეგიონში უმძლავრეს ისრაელს. რა არის კიდევ მთავარი პრობლემა, რომ არ დამავიწყდეს? ირანისათვის ისევე როგორც ბევრი სახელმწიფოსათვის ან ბევრი პროქსი ქვეყნისათვის, ბევრი პროქსი ჯგუფისათვის, ისრაელის არსებობა არის ეგზისტენციური საკითხი ან ეგზისტენციური პრობლემა. ისრაელი არ უნდა არსებობდეს ახლო აღმოსავლეთში. აი ეს არის მთავარი მიდგომა კონცეფცია მათ შორის ირანისა ისრაელთან მიმართებაში და ისინი ცდილობენ ისრაელის არა დასუსტებას, როცა ცდილობენ ხოლმე, არამედ ისრაელის როგორც სახელმწიფოს გაუქმებას, აღმოფხრას, განადგურებას. ამას აკეთებდა ჰამასი, ამას აკეთებდა და აკეთებს ჰეზბოლა, ამას აკეთებდა და აკეთებს, მანდა არის რამდენიმე რელიგიური ფაქტორი, მაგრამ ამასზე აღარ გავამახვილებ ხა ყურადღებას, ამას აკეთებს და აკეთებდა უფრო ასე უნდა ვთქვათ ალბათ ირანი მთავარი ეგზისტენციური საფრთხე ან მთავარი კონცეპტუალური მოწინააღმდეგე ისრაელის ამასობაში, დილით გადაღებული კადრები, აღმოსავლეთ ეს უკვე უკრაინას ეხება, ბოდის ვიხდი უკრაინელებმა, ჩვენი შემდეგი სარაკეტო იერიშები ისრაელზე 20 ჯერ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდეო ირანის არმიის სპიკერს უთქვამს, ის ჯერაც ცოცხალი ამ და ეს თელ-ავივში ბუნებრივია ესმით ეს ამგვარი განცხადებები ესმით და კარგადაც შეისმენენ ხოლმე. მე ვეძებ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ და ვერ პოულობ ჯერჯერობით, იმიტომ რომ მე ავტორის დასახელება მინდა და ეს ზეპირად სიმართლე გითხრათ არ მახსოვს. მოკლედ, რაღაი ვერ პოულობ, მე გეტყვი ზეპირად და მხოლოდ განცხადებას გაგაცნობ და ამასობაში სკროლვისას თუ აღმოვაჩინე ავტორი, იმასაც ბუნებრივია ვახსენებ, იმასაც მოვიშველიებ. თელ-ავივისკენ, არა უკაცრავად, თეირანისკენ და არა თელ-ავივისკენ გზა გახსნილია, თქვა ისრაელის ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა და მე მინდა მაინც მოვძებნო, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი. თელ-ავივისკენ გზა გახსნილიაო, ვინც ამბობს. კიდევ თელ-ავივი წამოწ და თეირანისკენ ორივე თეზე რო იწყება, თელ-ავი თქვი ბარებს საკუთარ თავს. ხო, თელ-ავისკენაც გზა გახსნილია, ოღონდ ჩვენი თელ-ავისკენაც და ზუგდიდისკენაც, ახლა ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც ჩვენ რასაკვირველია, ბიზინა ივანიშვილი დასამარცხებელი გვყავს თელ-ავშიც, ზუგდიდშიც და ნებისმიერ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ბიზინა ივანიშვილი თავს მძლავრად გრძნობს და თავი კიტრიკი ჰგონია, ანუ დაუმარცხებელი კი ჰგონია და ასე შემდეგ. დიახ, თეირანისკენ გზა ხსნილია, ეს ნიშნავს მთავარს, ისრაელის მესიჯია, არ მახსოვს კი არა, ვერ ვნახე ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, ეს ნიშნავს მთავარს, რომ ისრაელი როგორც სახელმწიფო გაჩერებას არ აპირებს და მაღალზე მაღალი ალბათობით ის დაბომბავს უკვე ირანის იმ ტერიტორიებს, მათ შორის ფლოტსაც, რომლიდანაც საიდანაც ირანი ახორციელებს უმრავლეს შემთხვევაში შეტევებს, საჰაერო შეტევებს ისრაელის მიმართულებით. გიორგი კობერიძე ამასობაში ექსპერტი წერს, ირანული იერიშების შედეგად დაიბომბა თელ-ავივში ისრაელის კირიას სამხედრო კომპლექსი. ეს გახლავთ ერთგვარი სამეთაურო შტაბი, რომელიც 48 წლის შემდეგ არსებობს. რა არის 48 წელს, რატო ახსენებს გიორგი და სამართლიანად ახსენებს? არა მარტო რაღაცა ისტორიული თარიღი, ამ კონკრეტული სამეთაურო შტაბის დაარსების თარიღი, ზეა გამახვილებული ყურადღება ჩემი ხმარწმენით, არამედ იმაზეც, რომ 1948 წელს შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. მას პენტაგონის ანალოგად მოიხსენიებენ ხოლმე, ეს დაუბომბავს, სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი, დარტყმა პირდაპირ იყო, თუ მის სიახლოვეს მოხდა, არ არის დადასტურებული, ჟურნალისტებს ტერიტორიაზე კი არ უშვებენ. და ასე შემდეგ. ირანის მხრიდან მსხვერპლი 78 ადამიანია, ერთ-ერთი სარაკეტო დაბომბვის შედეგად, 340 კი დაშავებულია. პრემიერმა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს ეს გითხარით კიდეც აჯანყებისაკენ და ტირანული რეჟიმის დამხობისაკენ
მოუწოდა. ძალიან საინტერესოა როგორი პოზიცია ექნება ისრაელის პრინციპში არაკეთილ მოსურნეს ყოველ შემთხვევაში ძალიან მძლავრ სახელმწიფოს რასაკვირველია თურქეთს რომელსაც ისრაელის გაძლიერება ერთის მხრივ ისრაელის გაძლიერებაც არ უნდა რეგიონში მოძლიერება, მაგრამ მეორეს მხრივ ის არც ირანის თლად მოძლიერების მომხრე და მოსურნეა. ერდოღანი დიდი მოთამაშეა ამ სივრცეში და ახლო აღმოსავლეთის სივრცეს გულისხმობ და ერდოღანის პოზიციას არა გადამწყვეტი მაინც და მაინც არამედ მნიშვნელოვანი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა არ აქვს მაგრამ მნიშვნელოვანი კი იქნება მისი პოზიცია ბოდის ვიხდი ერთ ინფორმაციასაც ჩავხედავ და პრინციპში ამით ამოვწუროთ ეს ფრიად საინტერესო თემა და ხაზგასმით თქვათ რომ ირანი არის შეუდარებლად სუსტი და თქვათ შემდეგი ბოდის ვიხდი ინფორმაციას აღარ ვნახავ და პატარა ანალიზი სახელდახელო ანალიზი ისევ რუსეთს რომელიც ეხება რუსეთი ამასობაში სამხრეთით უდაოდ სუსტდება თუ გებავთ გავყვეთ ქვეყნების მიხედვით რომლებიც მეტნაკლებად საინტერესოა ეს არის სირია ასადის რეჟიმი აღარ არსებობს სირიაში ევროპა მაქსიმალურად ცდილობს სირიის როგორც სახელმწიფოს ინტეგრაციას მიუხედავად იმისა რომ ამ არეულ ქვეყანაში პირველ ყოვლისა რასაკვირველია ასადის მემკვიდრეობისა და გამო და იმ ვითარებების და გამო რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და იქ იყო იცით თქვენ სამხედრო ფორმირებები ICC იქ იყო უამრავი პრობლემა დაპირისპირება ერთმანეთთან ტერორიზმი დავადასტური დაცემინებით რომ ტერორიზმი იყო და ასე შემდეგ მიუხედავად ამისა სირიის ინტეგრაციული პროცესები ინტეგრაციული მაინც და მაინც ევროპულ სივრცეში ჩართვას ხო არ გულისხმობ ანუ გადემოკრატიულების პროცესები მიმდინარეობს და ევროპა ძალიან ადეკვატური არის და იქნება შეერთებული შტატებიც ადეკვატური არის და იქნება ამასობაში ასადს კი ჰქონდა თავდაპირველად რევანშის სურვილი და დაბრუნების მწველი სურვილწი ახსვლები მაგრამ პუტინიც კი მას ვერ უშველის ვერ ეგუება პუტინი კი არა ასადი მარცხს ვერ ეგუებოდა მაგრამ პუტინს არ ყოფნის ძალა რომ ეხლა ასადს მოკიდოს ხელი და იქ რევანში მოახდინოს იმასაც რომელიც 48-40 საათით ადრე ვიდრე დამხობამდე თავს საკმაოდ მძლავრად გრძნობდა. ამას შესანიშნავად გრძნობს თურქეთი ასადის კონტექსტში, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სირიის განთავისუფლებაში ასადის რეჟიმისაგან და თურქეთი ნელ-ნელა სცილდება სიტუაციურ პარტნიორ რუსეთს, რომელთანაც უამრავი ან ბევრი ეკონომიკური პროექტი აკავშირებდა და აკავშირებს ისიც თქვენ ვერტფრენის ცნობილი ინციდენტის შემდეგ ძალიან გადაიძაბა ერდოღანსა და პუტინს შორის ამ ორ მძლავრ ლიდერს შორის ურთიერთობები, მაგრამ ლიდერებმა მერე დაალაგეს, აღებმიცემობაც გაჩაღდა და ეკონომიკური პროექტებიც განხორციელდა, მათ შორის ბუნებრივი აირის პროექტები და ატომური ელექტროსადგურის პროექტი დაიწყო, მოდი მაინც ასე ვიტყვი, ანუ ითქვა რომ დაიწყება მაგრამ ერდოღანი ამ турბულენტურ ზონაში ასევე ცდილობს ევროპასთან მაქსიმალურ დაახლოებას და თქმას იმის თქმას რომ იცით რა არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა თუ მძლავრი 80 მილიონიანი თურქეთის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია ეს მეორე ამბავია ვახსენოთ აზერბაიჯანი ჩამოკიდებული თურქეთზე, რომელიც ერთ-ერთი პირველია თუ პირველი არა, ასე მაგალითად თანამედროვე ომის ტაქტიკის გამოყენებისა ყარაბაღის ბოლო ორი კონფლიქტის დროს იგულისხმება დრონებით ომი, აზერბაიჯანმა მოახერხა და სომხეთს გამოსტაცა ამ უკანასკნელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები თავის დროზე. და ისიც რატომ მოხდა 90-იან წლებში, იცით თქვენ. სომხეთი ვახსენოთ, რაღა ვახსენეთ, ისიც სომხეთის ლიდერმა ფაშინიანმა პრინციპში, ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში, აჩქარებული პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ახლა ისრაელსა და ირანს შორის და უჭირა რა ამ უკანასკნელს მხარი, მაგრამ სომხეთი ნელ-ნელა სცილდება რუსულ სივრცეს, ესეც ფაქტია და არა მხოლოდ იმით, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას აფორბებს, ან ევროკავშირს ეუბნება, რომ მე მინდა დაახლოება შენ სივრცესთან და ასოცირების ხელშეკრულება მაინც მომეცით და uvizozes ვილაპარაკოთ ცხადიაო, არამედ იმითაც, რომ ასე მაგალითად NVIDIA-ს
ინვესტიცია 500 მილიონიანი ქარხანა აშენდება სომხეთის ტერიტორიაზე ხელოვნური ინტელექტის გენერაციის თაობაზე, მოდი ასე ვიტყვი, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის თაობაზე, თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ეს ხარხანა კარგი იქნებოდა რომ აშენებულიყო ჩვენთან, მაგრამ ამ ხვითოები და რუსეთის აგენტები ამგვარ ინვესტიციებს რომ არ ანხორციელებინებენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ეს ფაქტია, ჩამოკიდებულნი არიან რა რუსულ და არადემოკრატიული რეჟიმებიდან და მათ შორის ჩინეთიდან ინვესტიციებზე. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს უბრალოდ რეპლიკის სახით. აზერბაიჯანი სადა რუსეთს შორის მიუხედავად იმისა, რომ ალიევი დიდოსტატია დიპლომატიური ღიმილებისა, თლად კარგი ურთიერთობები არ არის. თურქეთი ვახსენეთ, სირია ვახსენეთ, ირანი გვარიანად სუსტდება, თუ საერთოდ შენარჩუნდა ის რეჟიმი ირანში, რა რეჟიმიც არის. ხოდა ამასობაში აქ რას იზამს მიზინა ივანიშვილი, როგორ გონიათ? კითხვა დავსვა, ხელმეორე თან ტექსტობრივი ფუნქციაც აქვს, სტატუსის ფუნქციაც აქვს YouTube-ს და იქ ხო არ დავსვა ეს კითხვა. რას იზამს ივანიშვილი, როგორ ღა, ან რანაირად ღა შეინარჩუნებს აქ კვაზი დიქტატორულ ან დიქტატორულ რეჟიმს, ავტორიტარულ რეჟიმს? თუ გარშემო რუსეთის პოზიციები იქნება დასუსტებული, უკრაინაში რომ რუსეთი სუსტდება, ეს ირაკლის არქუას ტვინი უნდა გქონდეს, რომ ვერ ხვდებოდი ამას. იმიტომ რომ სპეცოპერაცია, რომელიც 5 დღეში უნდა დამთავრებულიყო, ახლა მურმანსკში იგერიებენ უკრაინის დრონებს, რომ არ აფეთქდეს რაღაცა ამ რუსულ ჩრდილოურ ქალაქში. და ვლადივოსტოკსაც კი მისწვდა წყნარი ოკეანის ფლოტს უკრაინის ხსენებული დრონები. ცხადი არა კიევიდან გაშვებულები, არამედ რუსეთის სიღრმიდან გაშვებულები, ურალს იქით სიზღვრიდან გაშვებულები. დიდია რუსეთი, ვება სახელმწიფო. პუტინს ნელ-ნელა ასაკიც ემატება და ერხევა კიდეც მენტალურად, იმიტომ რომ იქ მენტალურად და რეალურადაც, იმიტომ რომ იქ გენერალიტეტი, რომელიც ღაფავს ფულს, თლად კმაყოფილი არ არის. აღარ ვლაპარაკობ რუს სამხედრო ბლოგერებზე, რომლებიც დედას აგინებენ პირდაპირ მნიშვნელობით და ყველასაც ვერ ზდევნის და ვერ ვინც რუსეთშია, იმათ კი ვერ ზდევნის პუტინი უმრავლეს შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურები. და აი ამასობაში კვლავ გავიმეორებ. არა, ბოდიში ვიხდი, ჩეჩნეთი უნდა ვახსენო, კადიროვს ხო არ ვიტირი, მაგრამ კადიროვ ჩეჩნეთში და საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ ფერქებად საშიში ვითარება შეიძლება შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ცხადი ანტიგმირია, კი არა, საშინელი ტიპია, მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ რუსეთი ვერ კვებავს ჩრდილოეთ კავკასიას, იქაც შეიძლება იყოს მათ შორის სოციალური ნიადაგზე. სოციალური საკითხები გამახსენდა. არა ეროვნულ, არამედ სწორედ სოციალურ ნიადაგზე შეიძლება არაერთი ქვეყანა, არაერთი ფედერაციის არაერთი სუბიექტი აუბუნტდეს დედა მოსკოვს და ქვეყანა მინდა რომ ვიყო ეს პოზიცია დააფიქსირონ, იმიტომ რომ თვითკმარები არიან და კვებავენ მოსკოვს, ოღონდ მოსკოვი არ უბრუნებს თანხებს ურალს იქით, ურალს აღმოსავლეთით მდებარე რეგიონებს, რომლებიც ბევრია და რომლებიც ღარიბია, იმიტომ რომ მოსკოვი ხომ ჟმოტი ქალაქია და თავისთვისაც არ ყოფნის პეტერბურგისთვის და დასავლეთ რუსეთისათვის არ ყოფნის ფინანსები, მით უმეტეს ამ შეჭირვების ჯამს. ნავთობის ფასი მოდის ქვემოთ, ჩრდილოვან ფლოტს დაერხევა, რუსეთის აქტივებს დაერხევა არც თუ შორეულ მომავალში, ირანი არ არის, ჩინეთს თავისი ინტერესი აქვს, იმიტომ რომ მას უნდა რომ შეაღწიოს რუსეთის აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიამდეც მივიდეს და ეს რესურსები გააერთიანოს და იყოს 2 მილიარდიანი ქვეყანა კიდევ უფრო მძლავრი და ნებართ და ამერიკასთანაც დაალაგდეს სხვათა შორის, იმიტომ რომ შეპირისპირება ცოტა ამბივალენტურ და ცოტა რომ ვერ გაიგებ ისეთ ტრამპის ამერიკასთან ცოტაზე მეტად სარისკოა, არა იმიტომ რომ ამერიკა ეხა პეკინს დაბომბავს, ცხადია არა, მაგრამ ცოტაზე მეტად განსაკუთრებით ტარიფების ომში მასთან შეყოლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მძლავრი სახელმწიფოა და აი ამ ტურბულენციაში ორბანიც კი, რომელიც არზეიმით ხვდება ირაკლი კობახიძეს, ისიც კი თუ მიაქციეთ ყურადღება ნელ-ნელა ცვლის აქცენტებს ეს კობახიძესთან ვიზიტამდე მოხდა და მე ისევ გადაცვალა კი არა, შემოცვალა აქცენტები ორბანმა აქორა ეს ბანდიტი კობახიძე, მაგრამ ორბანიც კი ესე ფრთხილად ეპარება თემას, რომ რუსეთს ძლიერი ევროპა უნდა დაუპირისპირდეს ევროპაზე გამახსენდა, ბრიტანეთი ძლიერია, არა კონტინენტური ევროპა და
ძლიერდება და ძლიერდება კონტინენტური ევროპა, რასაკვირველია გერმანია იღვიძებს, მერკელია და სრულდება, ასე ვიტყვი და რასაკვირველია საფრანგეთი ძალიან ადეკვატურია ამ პროცესში და სხვა სახელმწიფოებიც აღყვებიან, მეთქი ორო ვარ დამავიწყდეს, შვედეთია აქ უმნიშვნელოვანესი, ან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე. მაგრამ ეხლა მე გავწვდი ეხლა ავინაცვლე ჩრდილოეთისკენ და ჩრდილო-დასავლეთისკენ ესპანეთზე ხო არ ვიტყვი ეხლა რამეს და პორტუგალიაზე ხო, ამ უკანასკნელზე საბოლოო ჯამში რა არის სათქმელი? ახლო აღმოსავლეთში ჩავრჩეთ რუსეთი, ახლო აღმოსავლეთში კი არა, აი ამ გლობალურ სივრცეში სუსტდება და 2007 წლის ოცნება პუტინისა, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი ერთგვარი ფორმით და ან გააფართოვოს გავლენის სფეროები, აღმოჩნდა რომ ესე ეცლება და ეცლება ქვეყნები. პირველ რიგში რეგიონები, სახელმწიფოები, პირველ რიგში მისი არაადეკვატური და იმპერიული პოლიტიკისა და გამო. ხო და ერთადერთი მოკავშირე ხომ არ დარჩება ეს ივანიშვილი. მან არ უნდა შეიცვალოს ფერი, ზნე, ტყავი. და უთხრას პუტინს რომ აღარა ვარ შენი მეგობარი, ჩემ შულს უყვარს ხოთაშვილს, აღარა ვარ შენი მეგობარი, ეთქვა ბახში. ბახში ერთმანეთს ეუნებიან 4 წლის ბავშვები, აღარა ვარ შენი მეგობარიო და ამ დონეზე ხო არ დავტოვებ დისკუსიას, ხო? აღარა ვარ შენი მეგობარი, ამას ხო არც ეთქვის და ვერც ეთქვის ღმერთმა უწყის ცითი გამობმული რუსეთის ძუძუს. ბიზინა ივანიშვილი, FSB-ს ძუძუზე გამობმული ივანიშვილი FSB-ს ამას ვერ ეთქვის და შესაბამისად ის მოუჭერს განა არა, მაგრამ უნდა დამარცხდეს. ისრაელი ითამაშა ძალიან დიდი ბოდიში, სხვა შორის იმ მოქალაქეებს მოუხდი ბოდიშს, ვინც ვისაც ანტიისრაელური პოზიციები აქვს. ყავს ჩვენ ამგვარები საზოგადოებაში და მათაც აქვს თავიანთი არგუმენტები. მაგრამ ისრაელმა ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ამ პროცესში უკვე. ირანის დამარცხება საშუალო ვადიან პერსპექტივაში, თუ ვინმე არ გააჩერა ნეთანიახუ, რომელიც თავის მხრივ უზარმაზარ ბევრ შეცდომიანია გასულ თვეებში და წლებში მომხდარი პროცესებისა და გამო იგულისხმება პალესტინის პრობლემა, მაგრამ ეს კიდე სხვა საკითხია. ისრაელი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. უმნიშვნელოვანესი როლის კვინტესენცია ბოლო წერტილი იქნება ირანის სახელმწიფოს ხო ვერ გააუქმებ ახლა მართლა. ირანის რეჟიმის შეცვლა. საითკენაც მივდივართ. გვინდა, არ გვინდა. მეცაც გეტყვით, არა თუ ირანის რეჟიმის შეცვლისაკენ მივდივართ, არამედ პუტინის რეჟიმის შეცვლისაკენაც მივდივართ 2-3-4 წლიან პერსპექტივაში. აქ ბოდიშ ვიხდი. ამელოდეთ. მკვდარ ბაობაბებს რო ეხუტება ის ბიზინა ივანიშვილი, ეს ბაობაბი არ არის ხო ხვდებით? რო ესე რო ეხუტება ბიზინა ივანიშვილი, მკვდარ ბაობაბებს. ამ ივანიშვილის გადარჩენა წარმოგიდგენიათ? მე არა. ახვამდის.